სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ამინ. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი იმერეთის მთავარეპისკოპოსი კვირიაკესა ზედა მეზვერისა და ფარისეველისასა. ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანო, იგავი ესე ფარისეველისა და მეზვერესა ზედა იპყრობს თვის შორის ვრცელსა და ღრმასა ქრისტიანულსა ზნეობითსა სწავლებასა. ამისთვის კვალადვე განვიხილოთ იგი დღეს აღსაშენებლად სულთა ჩვენთა. ორნი კაცნი აღვიდნენ ლოცვად ტაძარსა შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ვინ იყო ფარისეველი? სახარება ხშირად იხსენიებს მათ და ცხადად აღწერს მათთა სულიერთა თვისებათა. ფარისეველნი იყვნენ კაცნი, სწავლულნი, წიგნობარნი და ერისგან პატივცემულნი, მაგრამ მათი ზნეობა და ყოფაქცევა სრულიად წინააღმდეგი იყო იმ ზნეობისა, რომელსა მოითხოვდა და ასწავლიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სჯულსა აღასრულებდნენ ისინი გარეშეობით, საჩვენებელად კაცთა, ხოლო დაფარული მათი შინაგან თვისება იყო ბოროტი, ამპარტავანი, აღსებული შურითა და ანგარებითა, მაგრამ ყველაფერზე ცუდი ის იყო მათ შორის, რომ ფარისეველნი არ გრძნობდნენ თავის ცოდვილობას, არამედ თავნი თვისნი მიაჩნდათ მართლად, სათნოდ და წმინდად წინაშე კაცთა და ღმრთისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინააღმდეგ ამისა ასწავლიდა ყოველთა კაცთა, რათა შეიძინონ შინაგანი კეთილი, პატიოსანი და წმინდა ხასიათი და მით გარეგანიცა თავიანთი ყოფაქცევა გაიწმინდონ, გაკეთდნენ და გამშვენიერდნენ. ვინ იყვნენ მეზვერენი? ისინი იყვნენ ხარკის ამკრებნი, მთავრობისაგან დაყენებულნი, ხშირად აწუხებდნენ ხალხს თვისითა, ანგარებითა და უსამართლოებითა. ამისთვის ისინი ზულდათ ყოველთა კაცთა, ასე რომ მეზვერე და ცოდვილი ერთი სინონიმი იყო. ახლა ვნახოთ, როგორ ილოცეს ამ ორთა პირთა ტაძარში. ფარისეველი იგი წუხდა, ესე იგი ფარისეველი, რომ სახლდარში შევიდა, სულ ყველაზე წინ დადგა, როგორც ახლავე დავინახავთ ამ პარტავნებით, რადგანაც თავი თვისი ყველაზე უმჯობესად მიაჩნდა, მაგრამ აქედან ნუ ვიფიქრებთ, რომ სახლდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს. ოღონდ კი ამ პარტავნებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან სახლდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაში წინ დადგომა არ არის სოდვა. ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ არა ვარ ვითარცა სხვანი, კაცნი, ტაცებელ ცრუ მემრუშე. ესე დაიწყო ფარისეველმა ლოცვა თავის გულში. პირველი შეხედვით იგი თითქოს კარგად ლოცულობს. მართლა დიახ, კარგი და პატიოსანი არის, თუ კაცს არ ჩაუდენია ის სოდვები, რომელსაც იგი იხსენიებს. კიდეც ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს კაცმა, რომ არ იყოს იგი ტაცებელი მემრუშე, მაგრამ ფარისეველის ლოცვაში პირველად ის არის ცუდი, რომ ის თავს იქებს. კაცი გონიერი და თავდაბალი თავის თავს არასოდეს არ იქებს. თუ ღირსიაქებისა, სხვანი უნდა აქებდნენ მას და არა თვითონ თავის თავს. მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ ფარისეველი თავის თავს იქებდა დროსა ლოცვისასა, მდგომარე ღმრთის წინაშე. ნასწავლი იყო იგი, წაკითხული ექნებოდა დავითნი, რომ ლოცვაში
კაცს უნდა ჰქონდეს სული შემოსრული და დამდაბლებული. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა ამტყუნებდეს თავის თავს. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა გრძნობდეს, ნანობდეს ცოდვით დაცემულობას. ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს. ნაცვლად ამისა ფარისეველი თავის თავს აქებს. მერე რით დაცებელი ცრუ და მემრუშე არ ვარო. ამით როგორ უნდა იქოს კაცმა თავი? თუ მაინც და მაინც კაცმა თავის ქება და იქოს და თავის ქება მოინდომა, ისიც არა ლოცვაში, არამედ სხვა დროს და სხვისაგან, ის უნდა მოისმენიოს თუ რამე კეთილი უქნია და ნაყოფი გამოუღია და ისიც ღვთის მადლს და შემწეობას უნდა მიაწეროს. წარმოიდგინე მაგალითად, რომ ერთი ვინმე ხელმწიფის კარის კაცი წარუდგა ხელმწიფეს, ჯილდო მოითხოვა მისგან და ასე იყო თავი. ხელმწიფე, მე შენ არასოდეს არ მოგატყუე. შენი ხაზინა არ გამიკურდავს და შენი სახელი არ დამიგმიაო. ნუ თუ ხელმწიფე მოიწონებს ამის სიტყვას და ჯილდოს მისცემს, არა ვგონებ. არამედ ესე უპასუხებს, მე შენ ჩემი ხაზინის გასაკურდვალად და ჩემი სახელის საგმობლად არ დამიყენები ხარ. არამედ მოგანდევ საქმე გასაკეთებლად. თუ კარგად გააკეთე ის საქმე, შევიტყო და დაგაჯილდოებ. შენი ლაპარაკი რა საჭიროა? მსგავსადვე ამისა უპასუხებს ღმერთიც ყოველსა კაცსა, რომელიც თავს იქებს. საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანი კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სული საცხოვნებლად მარტო ის თუ მტაცებელი არ ხარ, არამედ მოწყალებელს უნდა გქონდეს. მცირე არის თუ სიცრუე არ გიყვარს, სიმართლისათვის თავი გადადებული უნდა გქონდეს. არა თუ მემრუშე არ უნდა იყო, არამედ გულშიც არ უნდა გაარონიო უწმინდური აზრი, ქალსაც არ შეხედო ცუდის აზრით. არა ვარ ვითარცა მეზვერე ესე. ფარისეველმა არა თუ თავის თავი იქო, არამედ ამაზედ უარესი ქმნა. იმანთვისი მოყვასი განიკითხა და შეარცხვინა. მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, მაგრამ ლოცვაში კი უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში, როგორც ზემეორე ვთქვი, კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს კიდეც და შემდეგ ვთქვით, მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანსა განიკითხვიდეს, აი ეს არის კარგი საქმე. მართალიც უნდა იყო და სხვა არ უნდა განიკითხო. თუ რაიმე გაქვს კეთილი ბოძებული ღმერთისაგან, ეს შენ მიერ არ არის, ეს ყოველივე არის ღმერთისაგან და ღმერთს უნდა მადლობდე ამისთვის და სხვას არ უნდა განიკითხავდე, არამედ პირიქით უნდა ეხმარებოდე, თუ დაინახო რომ სხვა ადამიანი მოყვასი შენი არის რაიმე ცოდვაში და ეხმარო რომ იმ ცოდვისაგან იგი განთავისუფლდეს. აი ეს არის ნამდვილი ქრისტიანული დამოკიდებულება მოყვასის მიმართ. ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა. ესე გააგრძელა ფარისეველმა თავისი ლოცვა. აქაც იგი თავის თავს იქებს, მაგრამ ახლა თითქოს სიმართლით. მარხვა ათეულის შეწირვა, მართლა კეთილი საქმე არის და ჟურიც მოითხოვდა ამას, მაგრამ აქაც გარეშე მისა, რომ როგორც ვთქვით, ლოცვაში კაცმა თავისი თავი არაფერში არ უნდა იქოს. წინა პირველად ის უნდა შევიტყოთ, როგორ მარხულობდა ის კაცი, მარხვას და ლოცვას რისთვის ასრულებდა იგი. ის მარხულობდა გარეშეობით, საჩვენებელად კაცთან, მსხვერპლსაც და ლოცვასაც აღასრულებდა ამნაირად და ამისთვის
რომ ადამიანებს ისინი ვინც გარეშეობით ამას აკეთებდა შეეკვოთ, მაგრამ შინაგანსა ცუდსა ხასიათსა არ იშლიდა. ამისთვისაც მისა მარხვასა და შეწირვასა არ ქონდა მადლი ღვთის წინაშე. ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელიც წყარო ისაგან მომდინარეობს. მარხვა, მსხვერპლის შეწირვა, ლოცვა მაშინ შეერაცხება კაცს მადლად, როდესაც ისინი მომდინარეობენ ჭეშმარიტის სინანულისაგან, როდესაც ისინი გამოთქვამენ შინაგანსა კაცის გრძნობასა, როდესაც ისინი დახატავენ ჭეშმარიტსა სახესა კაცის სულისასა. ფარისეველნი სასმელს და საჭმელს გამოიცვლიდა და ხასიათსა და ყოფაქცევასა არა. ხოლო ჩვენ ქრისტიანეთა სასმელი და საჭმელი გამოვიცვალოთ, მსხვერპლი შევწიროთ ისე და იმ განზრახვით, რომ ესენი შეეწეოდეს სულიერსა ჩვენსა წარმატებასა და სისრულესა. ეხლა სწორედ დღეს მეზვერისა და ფარისეველის კვირას დაიწყება სააღდგომო საღვთისმსახურო ციკლი. ანუ ნელ-ნელა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვის დასაწყებად და შემდეგ ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. ამდენად ნახეთ, პირველი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ღირსეულად შეუდგეს ამ ღვაწლს. თავი უნდა დაიმდაბლოს. პირველ რიგში თავის ამპარტავნებას უნდა შეებრძოლოს და შემდეგ უდიდესი სინანულით შეუდგეს ამ დღეებს, ამ ბრწყინვალე მართლაც დიდებულ დღეებს. უდიდესი სინანულით. რომ არ დავემსგავსოთ სწორედ იმ ფარისევლებს, რომლებიც მხოლოდ საჭმელს გამოიცვლიდნენ და ხასიათით იგივენი რჩებოდნენ და საქმეებითაც იგივენი რჩებოდნენ. სულიერ წარმატებას უნდა მივახციოთ. თუნდაც ერთი რომელიმე მავნებელი ჩვევა, ცოდვა უნდა დავამარცხოთ ამ მარხვაში და შემდეგ კიდე სხვადასხვა წარმატებები ისევ და ისევ ღმერთისაგან უნდა მოვიმუშაკოთ ასეთ განსაკუთრებულ დღეებში და ასე უნდა აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი. ამიტომ შევეცადოთ, რომ დღეს რასაც თქვენ ისმენთ, ეს არა მარტო მხოლოდ და მხოლოდ მოვისმინოთ და გავატაროთ, არამედ დავნერგოთ ჩვენს ცხოვრების წესში. ხოლო მეზვერე შორის დგა. მეზვერე შორის ანუ უკან იდგა, როგორც ჩანს, სიმდაბლით. თუ საღდარში კაცი უკან შორს იმისთვის დადგა, რომ მყუდროდ იყოს, თვალები და გონება არ დაეფანტოს და მეტადრე სიმდაბლით და მორიდებით ილოცოს, ეს დიახ მადლი იქნება. მაგრამ როდესაც ზოგიერთნი უკან კარების სიახლოვეს იმისთვის დადგებიან, რომ მალე გავიდნენ კარში, ლოცვის გათავებას არ მოუცდიან, ეს ცოდვა არის. ასაც ხდება ჩვენს რეალობაში და სამწუხაროდ, რომ ჯერ წირვა არ დასრულებულა და უკვე სახლებში არიან ზოგიერთი და ასეთ მოსვლას წირვაზე ნამდვილად აზრი არ აქვს. არა იკადრებდა თვალთა ზიახილვად. ფარისეველის მრავალმეტყველება იყო ნიშანი მისი მოკლე და მცირე გრძნობისა, ხოლო მოკლემან მეზვერის სიტყვამა გამოაჩინა ღრმა და წმინდა მისი გრძნობა. გეტყვით თქვენ, გარდა მოვიდა ეს, შანს რომ თვით ლოცვა მისი ან გაამართლებს კაცს, ან გაამტყუნებს. ამისთვის რომ ლოცვაში კაცი უნდა უნებლიეთ თავის სულისა და გულის მდგომარეობას გამოაჩენდეს და გამოხატავდეს და ესრე თუ შენი ლოცვა ძმაო ღრმა არის, აღსებული ძლიერითა გრძნობითა, აღზრული ჭეშმარიტითა სინანულითა, იგი შენს გაგამართლებს და გაცხოვნებს, რომელიც და მოგცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ. ხედავთ, ორნი შევიდნენ სალოცავად. ორივეს ერთი აზრი ჰქონდა, რომ ელოცა. ღვთის საყდარში, ღვთის სახლში შევიდნენ. ერთი გამოვიდა დასჯილი, ფარისეველი, იმიტომ რომ იგი მსვაუბრობდა, პარტავნებდა და არ ლოცულობდა სინანულით და სიმდაბლით.
ხოლო მეორე მეზვერე, რომელიც ასეთი ძიმეცოდვილი ადამიანი იყო, იგი დიდ სინანულში იმყოფებოდა და ეჭვი არ არის, რომ იმ მანკიერ თვისებებს, რომელსაც იგი ანხორციელებდა თავისი ცხოვრების მანძილზე, ალბათ თავს დაანებებდა. დიდი ალბათობით, როცა ადამიანი ასე ლოცულობს, ბუნებრივია, რომ ის განაშორება შემდეგში ცოდვებს. და ამის შესანიშნავი მაგალითი არის, თუნდაც ცოტა ხნის წინ ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან ეპიზოდი ზაქე მეზვერის შესახებ. თუ როგორ გახდა ზაქე მეზვერე ღვთისმოსავი და ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვხდით. გაიხარით.